Okay, გადავიდეთ მაშინ ჩემს მესამე თვისებაზე. პასუხისმგებლიანობაზე. პასუხისმგებლიანობა გულისხმობს აგრეთვე ეს ყოღოები ამ დროსაც არის რა. დობას, დაპირებას და საერთო გეგმებს. პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე ადამიანი. და საერთოდ იოლია მე ასეთ ადამიანებთან ყოფნა, ვინც სიტყვაზე ყველაზე მეტად ადამიანში აფასებს ნდობას და როცა ადამიანი გენდობა, მას ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი პატივისცემის ნიშნად, რომელსაც მე ვთვლი და ამ ნდობას ყოველთვის შენარჩუნება ჭირდება და პატივისცემა და ეს პატივისცემა გამოიხატება ურთიერთობაში არანაირ ასე ვთქვათ ტყუილის არარსებობაში და საერთო გეგმების ერთად დასახვაში. ნუ ეხლა ეს ერთად დასახვაში გულისხმობ, როდესაც ასე ვთქვათ ოჯახი საზღვრავს ან მეგობრები, ან პარტნიორები, ან ნუ ცოლ-ქმარი და ასე შემდეგ. პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარ სიტყვებზე. მაგრამ ნიუანსები აქაც არსებობს, სადაც შეიძლება რაციონალური განსჯა საკითხების, რომლის დროსაც შენ შეგიძლია, ასე ვთქვათ, ვილაპარაკო და მეორე მხარემ კიდევ ერთხელ თავისი ჩემი პირველი შეფასების ყველაზე მთავარი თვისება მოსმენა უნდა გამოავლინოს.